რას ფიქრობთ, როცა მიდიხართ და შავ მაგიას მიმართავთ პარტნიორის დასაბრუნებლად, ან კადრულობთ და აკეთებთ ჯადოებს? მაინტერესებს მართლა სერიოზულად ფიქრობთ, რომ თქვენ შავი მაგით პარტნიორს დაიბრუნებთ და სიყვარულს დაიბრუნებთ და ბედნიერებას მიიღებთ ამით? ანუ უბრალოდ ერთი წუთი დაფიქრდით, თვითონ შავი მაგია და სიყვარული ძალიან სხვადასხვა ცნებებია, აქედან დავიწყებ. საერთოდ პარალელური სამყარო და განყენებული ცნებებია. ვერანაირი შავი მაგიით თქვენ სიყვარულს ვერ მიიღებთ. ეს იცოდეთ, მეორე კიდე ძალიან დიდ ცოდვაში დგავთ ფეხს, მაგას რო აკეთებთ, ვინ მოგცათ უფლება გააკეთებინოთ ადამიანს ის, რაც არ უნდა. თუ ადამიანი მზად არ არის ურთიერთობისთვის, თუ ადამიანი ადგაზე წავიდა თქვენგან, იქონიეთ იმდენი უნარი და შნორო, პატივისცეთ მის გადაწყვეტილებას და მიიღოთ აი ეს სიტუაცია და ეს გამოწვევა. იქნება, იმიტომ მოგეცათ ეს სიტუაცია, რომ გაიზარდოთ და რაღაცეების არასწორად რო აკეთებდით, შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. გახართ და მოკლე გზას ეძებთ, რომ წავალ ეხლა მე ამ ადამიანს მე რომ მაწყენინა გავუკეთებ ეხა შავ მაგიას დავსჯი ხოხვით მუხლებზე მოვიყვან ჩემთან და აი всё ბედნიერი ვიქნები. სად არის ხალხო ბედნიერება შავ მაგიასა და სიყვარულს შორის? სიყვარული ისეთი სხვა ცნებაა და საერთოდ სხვა ენერგიაა და სხვა ვიბრაცია, ჯადო კი არა, ვერაფრით ეს ხდება სხვა დონეზე, სხვა ენერგეტიკულ დონეზე შეყვარება ადამიანის. ჯადოთი კი ბატონო სექსუალურ მიჯაჭვულობას გაუჩენთ ადამიანს, მაგრამ ჯერ რა პრობლემებს იწვევს, ეგ თუ იცით საერთოდ, ის რომ შეიძლება ადამიანს რო ჯადოს უკეთებთ სასიყვარულო მაგიას, საერთოდ რომ პრობლემა შეექმნას რეპროდუქციულ და გამრავლების და ქალებს უშვილობა დაემართვა, მამაკაცებს იმპოტენცია დაგიქვეითდეთ. ამას თუ ფიქრობთ, რო იზიდავ იმ პარტნიორს და როგორი იქნება შენთან რომ მოვა, შვილი რო ვერ გაგიჩინოს, უკაცრავად და სექსის უნარი არ ქონდეს და ურთიერთობის თავი არ ქონდეს, ამაზე ფიქრობთ, ან არეული გზააბნეული ქონება დაკარგული ადამიანი რომ მოვა თქვენთან შავ მაგიას რო გაუკეთებთ, გგონიათ რომ ეს სიყვარულია და თქვენ ის ადამიანი თუ თუდად მოგექცათ, იმაზე უკეთესი ხართ ამას რო კადრულობთ და უკეთებთ ადამიანს, თუ აი რას ფიქრობთ? არ ვაკეთებ საერთოდ არანაირ სასიყვარულო რიტუალს, არანაირ სასიყვარულო შელოცვას, პირდაპირ გავხდეთ, აწი არავინ არ მომართოს მაგ საკითხზე. უკვე დავიღალე, იმდენი ადამიანი მოდიხართ და მეუბნევით, რომ აი რა გააკეთე და რო ვეუბნები არ ვაკეთებ, თქო ზოგს აქეთ აქვს პრეტენზია, რატო არ აკეთებო? რა ვინმე მირჩიე, ვინც გააკეთებს, წესიერი და ნორმალურიო. ანუ ხალხო კარგი რო იყოს, გავაკეთებდი და რო არ ვაკეთებ და რო არ მინდა მასეთ საშინელებები ჩავიდინო, იმიტომ ვიკავებ თავს, თორე ფული არ არის ყველაფერი და ფულზე არ გადის ყველაფერი. პირველ რიგში. მეორეს ერთი 1000 შარლატანია. წახვალ ვიღაცას მოძებნი, ეგრეთ წოდებულ მაგის და გეტყვის გაგიკეთებ, დაგიბრუნებო და წაგართმევთ ამდენ ფულს და აგახებთ ამდენ ფულს პირდაპირ გეუბნებით და მერე მოდიხართ და ტირიხართ, აი გავაკეთე და არაფერი მეშველა და ტყუილა ფული გადავყარეო, მადლობელი იყავით, რომ მიხვედით და არ გეშველათ. ღმერთმა გადაგარჩინათ, რომ მაგ ხელაცუდვაში ფეხი არ ჩაყავთ და კარმა არ დაიმბიძურეთ და ცხოვრება არ გაინადგურეთ და არ ვიცი გაგიმართლათ, უნდა მადლობა უთხრათ მართლა ღმერთს და სამყაროსთან მფარველ ანგელოზს, რომ გადაგარჩინათ, თუ არ იმუშავა იმ მაგიამ, რაც გაგიკეთათ. პირიქით, თუ იმუშავა, მაშინ გაქვთ სადარდებელი იმ ხელაცოდვას იკიდებთ. ჯერ არავინ არ იცის იმ მაგიას რო გააკეთებთ, რა შედეგი იქნება. თქვენ გგონიათ, რომ მოვიყვან პარტნიორს ჩემთან ყურებით და თავს შევაყარებ და всё, მე სამყარო არაფერს არ მომთხოვს. ეს ბალანსის კანონია, ის რომ იღებ იმას, რაც არ გეკუთვნის და იზიდავ, რაღაცას წაგართმევს, ძალიან მნიშვნელოვანს. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, შვილების სიცოცხლე, თქვენი სიცოცხლე, არ ვიცი ფინანსები, სამსახური, რაც მნიშვნელოვანია. რატო წირავს და რატო რისკავთ ასეთი დოზით არ ვიცი თქვენს ბედნიერებას. შეიძლება საერთოდ სხვა ადამიანი გეკუთვნით და თქვენ რო ამოიჩემე და გაჯივრდო, არა, მე ეს მინდა მაინც და მაინც, იქნება და სხვა არის თქვენი ბედი და იქნება და იმ ადამიანსაც სხვა ეკუთვნის და არ ხართ ერთმანეთისთვის შექმნილები. რატო ეკაჩებით ძალით? აი რატო გაბრმავებთ ეს ეგოიზმი? მაგიების კეთება ჯობია წახვიდეთ, ან მიჯაჭულობებისგან გათავისუფლდეთ, წმენდები ჩაიტაროთ, კი ბატონო, წმენდა არ არის პრობლემა, პირიქით თუ არ დაგაზარალებ, არ აგაშინოთ, არ დაგაზარალებთ მაინც. უფრო უკეთესია ცოტა ენერგია ვიბრაციებს აიმაღლებთ, წადით ფსიქოთერაპიაზე, საკუთარ თავზე იმუშავეთ, რაღაცა სხვანაირად შეხედეთ, წაიკითხეთ ელემენტარული წიგნები მაინც ფსიქოლოგიაზე, ურთიერთობაზე, ცოტა განვითარდით, რომ ნუ ხართ ესე დაბრმავებული, რაღაცა რო არ გამოგდით ურთიერთობაში. ეს არნიშნავს, რომ წახვიდეთ აი ესე მოკლე გზით გადაჭრათ შავი მაგით, კი, იმ რაღაცა კონკრეტული ვადით, რა ვიცი, 6 თვეა, 3 წლიანია, 1 წლიანია გადაგიჭრათ, შეიძლება ის პრობლემა და მოგიყვანოთ ძალით ის ადამიანი
ადამიანი, მაგრამ იმას რა ემართება, ის რომ შეიძლება გაგიჟდეს, ფსიქიკური პრობლემები დაემართოს, ის რომ თავის თავს არ გავს, ჯანმრთელობა უზიანდება, აურა უზიანდება, ენერგია უზიანდება. შეხედეთ უბრალოდ ვინც წახვედი და შავი მაგია გაუკეთეთ, რას გავს თქვენი პარტნიორის ენერგია, გაშავებულები რო არიან ხოლმე და ვიცი, გაგიჟების ზღვარზე რო არიან მისვლები, ეს თქვენ სიყვარული გონიათ, მერე წავით და ეხვეწეთ იქ მაგებს, რომ აი ხარ მიშველე მოხსენი ჩემ პარტნიორსთვის, რომ გაგიჟდება მგონი თავს იკლავსო. ეს ნორმალური გონიათ თქვენ? არ იცით რაში ტყობთ, არც ის გიხსნით, ვინც აკეთებს ბოლომდე ეტყობა რა რისკს დებთ და სასწორ სპინაზე რა დევს თქვენ რო ეს მიიღო და მიდიხართ ბრმად და სადვარდებით ღმერთმა უწყის ხალხნო. ნუ დაგაბრმავებთ ეგოიზმი, ძალიან გთხოვთ, აი მეწოდება ყველა ის ადამიანი, ვინც მაგას აკეთებს და ვისაც უკეთებენ. კი, ის ცუდი ადამიანია, ვინც წავიდა და მიგატოვათ, ვინც ცუდად მოგექცათ, გული გატკინათ, გიღალატათ, ის თავისას მიიღებს და თავისი მოეთხოვება, ის კარმა არ გაუშვებს ესე ცარიელ-ტარიელს, მაგრამ თქვენ რას იკეთებთ, ანუ და თქვენ სულს რას უკეთებთ. ისედაც რომ ჭაობში ზიხართ, ის რომ ურთიერთობაში პრობლემაა და გართულებულ სიტუაციაში ხართ, ამით მაგიას რო ეკეთებთ, სად მიდიხართ, მიწის ქვეშ ჩადიხართ პირდაპირ. ამოსვლის ნაცვლად უარესად ეთფლობით. გაყვებათ კიდე რამდენი ინკარნაცია და რამდენი ცხოვრება, ვინც შეიძლება მთელი ცხოვრება იტანჯოთ. რამდენი ვიცი ეგეთი შემთხვევა, რომ მე სხვა აღარ უნდა ეს თავის პარტნიორი და სხვა პარტნიორი უნდა გამოჩენდა 1000 უბედურება დაემართა და ვეღარ გაუმართლა ცხოვრებაში დაისაჯა და აი ის მომიკუდა და ეს გარდამეცვალა და ცხოვრება თავდაყირა დამიდგა. აბა რა იქნება? რო იზიდავთ იმას, რაც არ გეკუთვნით და ჯერა ენერგიებთან ურთიერთობს ის თქვენ ხო არ იცით, არანაირი აი ეს ძალით მოყვანა ვერასდროს ვერ იქნება დაკავშირებული თეთრ მაგიასთან. აი ვერასდროს დაჟე მე ისიც არ ამწამს, რომ ხო რაღაცა მოდი ცოტა სიყვარულს გავაძლიერებ და თქვენ ორი და ეგ ზოგადად გავუძლიეროთ. ანუ თუ ადამიანს ბუნებრივად არ აქვს ემოცია, რატო უნდა აი რანაირად უნდა იმუშაოს, ხანაირად უნდა მიუდგე ურთიერთობას, ისწავლოთ ურთიერთობების მართვა, განვითარდეთ, რა ვიცი, 1000 საშუალება აქვს 21 საუკუნეა სოციალური ქსელი გადაჭედილია ფსიქოლოგებით, თერაპევტებით, წიგნებით, ლიტერატურითაც ფული არა გაქვთ, იკითხეთ, მედიტაციები აკეთეთ, 1000 ხერხს მიმართეთ მაგის გარდა, ანუ იმის გარდა, რომ წახვიდეთ თვითგანვითარებით დაკავდეთ, მიდიხართ და მოკლეგზით, აი მაგია მე ამას გამაკეთებინებს და გაქვთ პრეტენზიები მე რა ვიცი, რო იტანჯებით გავიგე, მაგრამ რატო გონიათ რომ მაგიას რო გააკეთებთ, უფრო ბედნიერები იქნებით. პირიქით, შვილები თუ გყავთ მით უმეტეს და ცოლს უკეთებთ, ან ქალს უკეთებთ, რას უკეთებთ თქვენ პარტნიორს იაზრებთ საერთოდ. მოკლედ, არავინ არ მომართოს შავ მაგიაზე, უკვე ძალიან დავიღალი ამ საკითხით და არ ვიცი, ალბათ თუ ძალიან არ გამომწარეთ, კიდე აღარ ჩავწერ ასეთ ვიდეოს. თავი შეიკავეთ, ყველას გირჩევთ რა, ვინც მოდის ხოლმე და მეკითხება, ეგ ვცდილობ რომ რაღაცნაირად მაინც დაველაპარაკო იქნებდა ჩემმა იმ ერთმა სიტყვამ რა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს და მინდა ხოლმე რომ ავუხსნა რომ იცი ეს ცუდია და არ ქნა, მაგრამ არ ესმით მაინც მე აქეთ მეჩხუბებიან შენო სიყვარულს არაფერი გაგიგებაო, შენო რა გესმისო, იმისო ამისო და აქეთ თვითონ ესმით რომ მიდიან და სიბინძურეში ყოფენ ფეხს. ყველას თავის გზაზე გაგიმარჯვოთ, მაგრამ არ მგონია შავი მაგიამ ბედნიერება მოგიტანოთ საერთოდ ადამიანებს. ასე რომ წარმატებები.